სამთავისი მხოლოდ უფლის არა სხვისი, სამთავისი ჩუქურთმების ღაღადისი, სამთავისი ამილახვართ განაგისი, სამთავისი ქართა ქროლვა მარადისი, სამთავისი ანგელოზთა წრეულის ღირსი სამთავისი. ხშირად მახსენდება ვაჟა უთარაშვილის პოეტისა და მეცნიერის ლექსი სამთავისის შესახებ, რომელიც სუსტად გადმოგცემს თვითონ სამთავისის შესახებ მთელი შინაგანი შინაარსით ისტორიას. ასეთია სამთავისი, 7, სიღრმისეული და ისტორიით სავსე. მასზე ბევრი დაწერილა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თვალით. და ამ განსხვავებული ხედვების უკან ერთი საერთო ფონი იკვეთება, რომ აქ ყველაფერი ძალიან ძველი საწყისიდან მოდის. მისი ისტორია მეხუთე საუკუნეს უკავშირდება, იმ პერიოდს, როცა საქართველოში პირველი საეკლესიო ცენტრები ყალიბდებოდა. სავარაუდო თარიღი 427 წელია მიჩნეული, რომელიც გათხრების შედეგად აღმოჩნდა და არის გორგასლის დროინდელი ეპოქის ტაძარი. კალმასობაში ვკითხულობთ, როცა აშენდა 4 ტაძარი, ამ 4 ტაძრიდან ყველაზე საუკეთესო ტაძარი სამთავისი იყო. ეს არის რუისურბნისის ტაძარი, მეტეხის ტაძარი, ერთაწმინდის ტაძარი და სამივე ტაძრის თავია, სამთავისი საუკეთესოა, აქედან არის მისი სახელი წარმოდგენილი. მე-6 საუკუნიდან სამთავისის სულიერი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადის. აქ მოღვაწეობას იწყებს ასურელი მამა ისიდორე სამთავნელი, რომლის სახელსაც მონასტრული და საგანმანათლებლო ცხოვრების ჩამოყალიბება უკავშირდება. მისი კვალი სამთავისში მხოლოდ ისტორიას არ შემორჩენია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ღირსი მამების, ისიდორე სამთავნელისა და თადეო სტეფანწმინდელის წმინდა ნაწილები. დღეს ეს ადგილი განსაკუთრებული მოწიწებით არის დაცული და მრევლს აქვს შესაძლებლობა ამ სიწმინდეს თავად მიეახლოს. საკურთხევლიდან ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს ღირსი მამა ისიდორე სამთავნელის განსასვენებელი. ამ ადგილას იყო განთავსებული ქვის ლუსკუმა, სადაც ფიქრობდნენ, რომ იყო სამარხი, როგორც ჩვენ ვხედავთ ამჟამინდელ სახეს, ამ სიღრმეზე აღმოჩნდა წმინდა ნაწილები. ისიდორე სამთავნელისა და თადეო სტეფანწმინდელისა და მინის დაბლა სამარხით ჩანს. ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ჩვენი მეუფეების ლოცვა-კურთხევით დარჩა ესე, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს მრევლს მოლოცვისა. სამთავისში სულიერი ცხოვრების გაძლიერებასთან ერთად დროთა განმავლობაში იქმნება ის ნაგებობაც, რომელსაც დღეს ვხედავთ. მე-11 საუკუნეში 1030 წელს აგებული ტაძარი. საუკუნეების განმავლობაში ის რჩება მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრად, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მნიშვნელობა იცვლება. მე-15 საუკუნეში ძლიერი მიწისძვრა ტაძარს სერიოზულად აზიანებს. ნადგურდება გუმბათი და ზიანდება სივრცის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით, ადგილობრივი ფეოდალების ძალისხმევით იგი აღდგა და კვლავ დაუბრუნდა სულიერ ცხოვრებას. ეს არის ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი ქართულ ხუროთმოძღვრულ ისტორიაში, სადაც ძველი მწიგნობრები მოღვაწეობდნენ, აქ იყო სამწერლობო ასპარეზი გახსნილი. თანამედროვე პერიოდში სამთავისის კომპლექსში უკვე ახალი ეტაპი დაიწყო. 2004 წლიდან აქ არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ფენები. გამოიკვეთა ადრე დაფარული ნაგებობები, საყოფაცხოვრებო სივრცეები და ისტორიული კვალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ადგილის მრავალშრიან წარსულს. ახალი ტაძარი აშენებულია ძველი ტაძრის საძირკველში, რომელსაც მინის ქვეშ ხვდებით და ყველასთვის ასაჩინოა. აღმოჩნდა აქვე წმინდა გიორგის მე-15-მე-16 საუკუნის ტაძარი, რომელიც მთლიანად მიწის საფარის ქვეშ იყო დაფარული. გარეთ შევხვდებით მე-17 საუკუნის სამღვდელმთავრო კათედრალს, ხვდებით სამრეკლოს, რომელშიც უკვე მე-17 საუკუნეში არის კარები გაჭრილი.
დღეს სამთავისის კომპლექსში ცოცხალის სულიერი ცხოვრება გრძელდება. 2013 წლიდან ტაძრის გარშემო დედათა მონასტერი ფუნქციონირებს, სადაც განსხვავებული ასაკის მონაზვნები მსახურობენ. აქ ყველაზე ახალგაზრდა 26 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 73-ის. თუმცა განსხვავებული ასაკის მიუხედავად, მათი ყოველდღიურობა ერთ საერთო წესს და რიტმს ემორჩილება. თამაშობა ბავშვობიდან მიყვარს. ჭრიკედალაობა უროიტყვიან. სათამაშოებს ვაკეთებდი. თოჯინებს კერავდი ხოლმე. უფისწენ მივესწრაფით ყველა. რო დავდიოდი ეკლესიაში, მომწოდა ბავშვებს დამკავდა ხოლმე. ჩემ მეუღლეს კიდე ქონდა ნათქვამი, რომ ჩემ გარდაცვალების შემდეგ შეიძლება მონასტერში წახვიდე. კურთხევა მქონდა მაგის. თავიდან მოვედი სტუმრად შობის მარხვაში. დღესწავლობით დავრჩი. აღარ მიფიქრია წასვლა. ერთი შეხედვით ყოველდღიურობა თითქოს ერთფეროვანია, მაგრამ შინაგანად მაინც მრავალფეროვანია და დატვირთული. მონასტრის ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი საერთო შრომას აქვს, სადაც ყველა მონაზონი ერთ პროცესშია ჩართული. ერთ-ერთი ასეთი მორჩილება სვანური მარილის დამზადებაა. ტრადიცია, რომელიც მონასტერში წინამძღვრის სვანური წარმომავლობიდან დამკვიდრდა და დღეს უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ჩვენი წინამძღვარი წარმოშობით სვანეთიდან არის. განაახლა მის ძველი რეცეპტები, რაც ნამდვილად წინაპრებისგან ჰქონდა მას ნასწავლი. მაქსიმალურად მონასტრის ყველა წევრი ვართ ჩართული მარილის კეთებაში. ზოგი ამზადებს ნიორს, ზოგი ურევს, ზოგი შემდეგ უკვე დამუშავებულ სრის ცელოფნებში და ასე მზადდება. ამ საერთო შრომის პარალელურად განსაკუთრებული ადგილი ხატწერას უკავია. პროცესს, რომელიც აქ მხოლოდ ხელოვნებად არ აღიქმება და სულიერ მსახურებასთან არის დაკავშირებული. ტრადიციული ტექნიკითა და ბუნებრივი მასალებით შექმნილი თითოეული ხატი მრავალდღიანი შრომის შედეგია, სადაც ყოველი დეტალი განსაკუთრებულ სიფაქიზეს მოითხოვს. ჩვენ ხრმად გვწამს, რომ როდესაც ხატს ვეხებით ვემთხვევით და წერთ, ვეხებით არა მხოლოდ ფუნჯებს, საღებავებს და მასალას, არამედ ამ თვითონ წმინდანის გამოსახულებას ვქმნით და ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა და ამასთანავე სასიხარულოც, რადგან განსაკუთრებით გრძნობთ ამ წმინდანების შეწევნას, რის გამოსახულებებსაც ვქმნით. ქრისტე აღსგამტრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა. დღის მთავარი ნაწილი ლოცვას ეთმობა. აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში მონასტერში განსაკუთრებული სიხარულის პერიოდია, როცა ეკლესია ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ამ დღეებში საკურთხევლის კარი ღია რჩება, აღდგომის სიხარულის ნიშნად. ამავე ტრადიციას უკავშირდება არტოსიც, პური, რომელსაც მორწმუნეებს დაურიგებენ. ბრწყინვალე შვიდეულში მაცხვარი ყველას ეჩვენებოდა, ყველას ენახვებოდა ხორციელადაც და ეს არის სიმბოლოდ გადმოტანილიც, რომ მთელი კვირის განმავლობაში აღსავლის კარები ღია არის. თქვენ ხედავთ აღსავლის კარებთან დაბრძანებულ არტოსის პურს, ხომას კვირას დაიჭრება და დაურიგდება მრევლს და იღებენ როგორც სამკურნალო წამალი. ნამდვილად ბევრი სასწაული გვანახა უფალმა განკურნებისა. და სწორედ ამ სიჩუმესა და ლოცვაში გრძელდება ის, რაც საუკუნეების წინ დაიწყო. სამთავისი დასრულებული ისტორია არ არის. ის დღესაც იწერება. როგორც იღუმენია ისიდორა ამბობს, წინ ახალი ეტაპია და სამღვდელმთავრო კათედრალის მშენებლობა მხოლოდ დასაწყისი იქნება იმ ამბების, რომლებიც აღმოჩენას ჯერ კიდევ ელოდება.